მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მოусმინა პროკურატურას ახლა უსმენს დაცვის მხარეს სხდომის გახსნიდან რამდენიმე წამშივე ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას და ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ის თავს დამნაშავედ არცნობს. რაც შეეხება ბრალდებას, პროკურატურა ახლა ბადრი ჯაფარიძეს ედავება, რომ ის არ გამოცხადდა თია წულუკიანის კომისიაზე. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 28 მარტს 12 საათზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკანონმდებლო ორგანოში უნდა მისულიყო, ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაზე და სწორედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე გაპიტაშვილის უწყების წარმომადგენლები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებენ, რომ არსებობს ახალი დანაშაულის და მიმალვის საფრთხე, ამიტომ მოსამართლეს მიმართეს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენოს 50,000 ლარიანი გირაო. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნული საქმე, რომელიც თია წულუკიანის ხელით შეფუთა ივანიშვილის რეჟიმმა, ემსახურება მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განეიტრალებას და მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მცდელობა. ეს არის არაერთხელ გვითქვავს ახალი ტალღა რეპრესიების ქართული ოცნების მხრიდან, რა თქმა უნდა, არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ერთადერთი ამოცანაა ოპონენტების დევნა, შევიწროება, გაშავება. ამიტომ ეს სასამართლო პროცესიც ელვისებურად ჩაინიშნა ჩვენ მზადვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა, რომელსაც არ უნდა შეგვაშინოს. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებიან ძლიერი საქართველოს ლიდერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ სამიზნეში ამოიღოს სწორედ ძლიერი საქართველო, ერთი მეორის მიყოლებით დაიბაროს მისი ლიდერები თავდაპირველად საგამოძიებო კომისიაზე, რადგან იციან, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არავინ უცხადებს ნდობას, ამის შემდეგ კი უკვე საქმეები შეკერონ და ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენონ და ისინი უკვე გადმოიყვანონ სასამართლოში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას ეს დაშინების მცდელობა არ გამოუვა და მათ არ აშინებთ ერთი მეორის მიყოლებით დაწყებული რეპრესიები. ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა, ასევე ძლიერი საქართველოს შტაბში მიმდინარეობს შეხვედრა რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ ეს არის პასუხი ქართულ ოცნებაზე, რომ მათ არაფრის ეშინიათ და ეს რეპრესიები, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო, ვერაფერს გახდება. ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი, როცა სასამართლო ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. სწორედ ესე მოხდა დღეს. ბადრის და ჩვენი იურისტებს დაურეკეს ნახევარი საათით ადრე და უთხრეს, რომ სასამართლო პროცესი. ეს არის ცინიზმი, ეს არის ის მდგომარეობა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს, ეს არის ისე როგორც სხვა სტრუქტურები მიტაცებული რუსული ოცნების მიერ. მინდა გითხრათ, თავარი გზავნილი რა აქვს ამ კომისიას და ქართულ ოცნებას, რომ დაგიჭერთ თუ არ მოხვალთ და არ გვაღიარებთ როგორც ლეგიტიმურ, ეს ვთქვათ, ხელისუფლებას. ამაზე პასუხი გვაქვს ჩვენ ძალიან მარტივი. არ მოვალთ და არ გაღიარებთ არასდროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური კომისია. რუსული არალეგიტიმური რეჟიმის მთავარი სამიზნე, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ველზე არის სწორედ ლელო ძლიერი საქართველო. თავისთავად, რა თქმა უნდა, აბსურდი იყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაბარება ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რუსული სადამსჯელო კომისიის თავმჯდომარემ ფაქტიურად ღია ეთერში გასცა მითითება სასამართლოზე, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ლელოს ლიდერები. ამიტომ დღეს გირაოთი გამოუშვებენ თუ არ გამოუშვებენ ბადრი ჯაფარიძეს, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძეს, ორივე მათგანი რჩება სამართლებრივი დევნის და პოტენციურად პატიმრობის საფრთხის ქვეშ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ შეაჩერებს ლელოს ბრძოლას ამ ქვეყნის დემოკრატიული ევროპული მომავლისთვის. წულუკიანის ამ კომისიას არაფერი არ აქვს საერთო დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზანთან, სიმართლის დადგენის მიზანთან და საქართველოს ინტერესებთან. ეს არის რუსული სპეცოპერაციის ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაც არის ქართული სახელმწიფო გამოიყვანოს ბრალდებული ამ პროცესში და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყოს გამოყენებული, რომ საუკეთესო რუსულ საბჭოთა ტრადიციებში ქართულმა ოცნებამ მოასუფთავოს ოპოზიციური ველი.
ქართულმა ოცნებამ ძლიერი საქართველოს წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, შეიმუშავეს ახალი გეგმა. მათ თავდაპირველად იბარებენ თია წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე, ამის შემდეგ, როდესაც ისინი ამ კომისიაზე არ ცხადდებიან, წარუდგენენ ხოლმე ბრალს და ამის შემდეგ უკვე საქმეები ინაცვლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ უკვე ბადრი ჯაფარიძეს ხდომაზე ისარგებლებს სიტყვის უფლებით, მიმართავს მოსამართლეს, მისი პოზიცია უკვე არის ცნობილი, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავე და არ ცნობს, ბევრი ექნება დღეს ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლესთვის სათქმელი და ამის შემდეგ უკვე საინტერესოა მოსამართლე ეკა ბარბაქაძე დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს 50,000 ლარიან გირაოს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პროკურატურისთვის ნაცნობი ხელწერა, რადგან გასულ კვირას, როდესაც მამუკა ხაზარაძე დაიბარეს სასამართლოში, პროკურატურას ჰქონდა იგივე შუამდგომლობა და მოსამართლემ სწორედ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.